არ გავიდა რამოდენიმე წამი და გაგონახეს. ეს კარგია. ხო და ნახოთ. აი თქვენ შეხედავთ როგორი იქნება ეს დაჯობა. იმედი მაქვს დროულად დოქტორს თავენ და დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირდება. ნუ ამ ეტაპისთვის ეძებს რა უნდა დაალაგოს აშკარად. 6.5 hours later. მოკლედ დავიტვირთეთ ამასობაში ესეთი DSP დაგვილაგეს და დავიწყებ წინიდან დამაგრებას. უფრო სწორედ დამაგრებას კი არ დავიწყებ, ეხლა დავიწყებ ზედა მხრის გასწორებას. რემნებს გადმოვყრით. და რემნებს რომ გადმოვყრით, მერე უკვე დავაბავ ჩაოლებრივად. მოკლედ დავიდეთ ახლა და ზემოთ ავიდეთ და წავიყოლოთ თან ესეთი პლასმასის კუთხეები. სავარაუდოდ ბევრი დაგჭირდება. ხო, არ დაგვაკლდეს. ჯობია მეტი წავიღოთ. წყალი არის ამაში ჩამდგარი, როგორც ჩანს. გაჩერებული რომ ვიყავი, მაშინ წყალი ჩავიდა. ხო და აი ესეთ სივიწროვეში მოგვიწევს მოძრაობა. იმედი მაქვს ნორმალური კადრი იქნება, იმიტომ რომ მე ფიზიკურად არ მაქვს ახლა იმხელა ადგილი რომ შევხედო კადრს. ესე ხდება ხანდახან, როდესაც მაღალი ტვირთი გვაქვს. ნუ აქ ხა შეიძლებოდა ამის გადახდა. მაგრამ ვეტევი. არის პრობლემა. მოკლედ იქ ვიცით რომ 3 რემენი გვინდა. მანამდე ყველა უკვე გავაკეთე. 3 მარცხნივ, 3 მარჯვნივ, 3 მარცხნივ, 3 მარჯვნივ. და ესენი უკვე ბოლოზე დაგჭირდება. წავედით. ხო. დამღლელია. კი. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, მაგრამ დამღლელია. რას იზავ? ხან ესია, ხან ისია. პირველ რიგში ეს რემნები გადმოვყაროთ. აი რატო დავაბი დღეს ესენი. ესენი რო ჩასვენილი იყო დაბლა, დალაგების დროს იქნებოდა პრობლემა. ხო და ეს პროცედურაც ჩვენი მოვალეობაა, ასე ვთქვათ. ან ტვირთის დაბმა სწორად დაუზიანებლად და ისე ჩაბარება დამკვეთთან. ხო, გადატრიალებული ეს რემნები პოლიციას არ უყვარს და ამიტომ ეცადეთ რომ ყოველთვის გაასწოროთ. ესე იგი ჩვენ რა გვჭირდება, ეს პლასმასები გვჭირდება, რომლებსაც ვალაგებთ შემდეგ ნაირად. ამ რემნების ძირში რომ გადაჭერისას რემენმა ეს DSP ისედაც დაპრესილი ხე და ფიცარი საერთოდ არ გაანადგუროს. რაღაც დონეზე მაინც გაფუჭებს ამას, მაგრამ რას ვიზავთ? ეგ უკვე ჩვენი ბრალი არ არის. მინდა განახოთ აი ეს პირველი, აი ესეთი რაღაც არის გაკეთებული. ხო და ეს რას ნიშნავს? აი ამას შეგახედებთ ახლა. აი ეს X-ი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, როდესაც ტვირთი არ არის ბოლომდე კედლამდე, რადგან დამუხრუჭების დროს მხოლოდ ეს გვიცავს ჩვენ, რომ ეს ტვირთი წინ არ გამოცურდეს. გავაგრძელოთ. ალბათ ძალიან სასაცილოდ ჩანს ჩემი აქცია-როლი, მაგრამ რას ვიზავთ? ამაზე უარესებიც ხდება. This is not a dream job, I guess.
კიდევ ამ ფირმას ერთი კარგი პლუსი აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აქვთ თავიანთი დუში. ეხლა რომ მორჩები ამ საქმიანობას მოგეხსენებათ ეს ტემპერატურა არის, რომ სიცივეც რო იყოს დაგწყება. ამიტომ წელს გადავივლებ და ესე გავაგრძელებ მოძრაობას. დღეს კი აღვნიშნე ის, რომ დილას მე უკვე დრო მაქვს საკმაო, რომ წყალიც გადავივლო, აუღელებლად მივიტანო ეს ტვირთი დანიშნულების წერტილამდე. ესე ბოლო დაგვრჩა და მე უკვე ჩავალთ და რემნებს დავჭიმავთ. ესე გამოიყურება ჩვენი ტვირთი და შეგვიძლია დავიწყოთ უკვე დაბმას ვიწყებ ყოველთვის ესეთი. გავხედავთ, რომ ადგილი არის ამაში ესე ამოვუკრით რემენს და შესაბამის გამოსადებში გამოვხდებთ. ესე შეიძლება ამოხტეს ხანდახან. ეს ზუსტად ამიტომ უნდა ვიფრთხილოთ მაქსიმალურად, რომ თვითონ ეს ეგრეთ წოდებული ტრეშოტკა არ იყოს დაზიანებული და ძალიან ახლოს არ დავიჭიროთ თავი ამ ცუდ რამესთან. მოკლედ, ეხლა მე ამ ყველაფერს დავაბავ, ამის გადაღებას აღარ დავიწყებ და უკვე სალონიდან დავბრუნდები. ამასობაში დავიტვირთეთ, დავკეტე ეს ტენტის ბარემ, ყველაფერი შევამოწმეთ. ხა დაგვრჩა საბუთების დაწესრიგება, როგორც აღვნიშნე, დუში შევალუცებ და გავაგრძელებთ უკვე მოძრაობას დაცლის მიმართულებით. ესეც ასე, დავალება შევასრულეთ, დავიტვირთეთ და შეგვიძლია დავიძრათ. ერთი მაინც უნდა შევამოწმო ესეთი ხეში მოხრუჭით, რომ ტვირთი კარგად არის დალაგებული. კი ვიცი, რომ კარგად დავაბი, მაგრამ მაინც ჩვენი მისაბმელი როგორ გამოდის გარეთ, აი ესეთი კუთხეებისთვის ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არსად არ მოგვივიდეს ესეთი შემთხვევა, რომ აი იმით რამე დავაზიანოთ და იმითიც რაც უკან გვაქვს. ოხოვის დროს რაც გამოდის უშუალოდ. ორას 33 კილომეტრი მაქვს სულ გასავლელი. მოდი იცი რა გავაკეთოთ. მე მაინც ესე მირჩევნია. იქ კი შევამოწმე, მაგრამ აი ესე ჩავიდეთ და ერთხელ კიდევ დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის. დამაგრებული, დაკეტილი, რადგან გამოვიყენე რა პლასმასების ყუთი, გამოვიყენე ეგრეთ წოდებული პალეტნიკი და მაინც რომ ზუსტად ვიცოდე, რომ ყველაფერი რიგზეა. ყველა სამაგრი დაკეტილია, ორივე ჩამკეტი დაკეტილია, ტვირთი არ არის გამოშვერილი, პლასმასი დაკეტილია და ჩაკეტილია, უკან ორივე კარი ზედაჭრილებში ძის. გაბარიტები გვაქვს, ესეც დაკეტილია. ნუ ესე ჯობია, ხო? უფრო წყნარად ხარ და უფრო კომფორტულად. ესე გამოიყურება ჩვენი ადამიანი.
ეხლა შეგვიძლია უკვე შვიდად გავაგრძელოთ მოძრაობა. არც ისე არ იყო ეხლა პრობლემა, სიმართლე რა ვთქვა, მაგრამ რაღაც მაინც რომ გაწუხებს და გინდა რომ შეავოწმო. აი ეს მომენტი იყო ზუსტად და ამიტომაც შევამოწმე. კამათლები რომ მქონდა, კამათლები ჯერჯერობით აღარ მაქვს. ჩამოხსენი. მანქანა უნდა შემეცვალა, მაგრამ ისევ ის ადამიანი დამიტოვეს და მყავს, რაც მყავდა. ეს კარი ავტომატურად უნდა გაიღოს მიახლოების თანავე. ზუსტადაც რომ ჩვენ მივდივართ მარჯვნივ. ისეთი სიწყნარი არის უკვე ქუჩებზე აღარავინ აღარ მოძრაობს. აი ესეთი პარკინგი არის აქ. სხვათა შორის ფირმიდან რომ გამოდიხარ. ნუ კარო გაუჩერო არის ადგილები. ასე რომ 10 საათზე შესაძლებელია აქ მინიმუმ 9 საათიანი პაუზის შესრულება. ტვირთი სადაც მიმაქ იმ ფირმაზე ეგრეთ წოდებული ოტზივი იყო დაწერილი, ანუ გამოხმაურება, სადაც ეწერა რომ ნავიგაცია არასწორ გზას გვაჩვენებდა მისასვლელად და ზუსტად ესე იყო. გვაჩვენებდა ისეთ გზას, რომელზეც არ შეიძლებოდა გავლა ამ წონიანი მანქანის. ყოველთვის ეცადეთ სანამ მიიტანთ ტვირთს, გადახედოთ იმ ადგილ მდებარეობას, სადაც დაცლა თუ დატვირთვა გექნებათ რა, რომ წინასწარ გეცოდინება, სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ და უფრო მარტივად და კომფორტულად მიხვალ და მიიტან ტვირთს. აი ესეთი არის დაახლოებით აქ სამუშაოები. ვეცდები რომ დაცლა გადავიღო, უბრალოდ ხანდახან არ გამოდის ისე როგორც მე მსურს. აქაც დალაგების გადაღებაც მინდოდა, მაგრამ უბრალოდ კამერის სამაგრი ადგილი ისეთი იყო, რომ იქიდან არაფერი გამორჩდებოდა და ამიტომ აღარც გადამიღია. მისვლის დრო მაქვს პირველი საათი, საშუალოდ ღამის პირველი საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ დილის 7 საათამდე 6 საათი შემიძლია რომ დავისვენო და აუცილებლად გამოვიყენებ ამ 6 საათს იმისთვის, რომ დავიძინო და დავისვენო და უკვე ჩვეულებრივად რომ გავიღვიძებ, მივიტან ამ ტვირთს დანიშნულების წერტილზე. ეს არის რომ გვიან გავხსენის სმენა მაქვს გახსნილი საღამოს 19 საათზე, 7 საათზე და შემიძლია ვიმუშაო ხვალინდელი დღის 10 საათამდე. ნორმალური სამუშაო საათი 13 საათი არის. 13 საათი გამოვა დილის 8 საათზე და 15 საათი უკვე რაც მაქსიმუმ შემიძლია რომ ვიმუშაო არის 10 საათზე. ანუ 10 საათზე დავემთავრდება საერთო სამუშაო დრო. 10 საათამდე ამ ტვირთს აუცილებლად დავცლი. ვიმედოვნებ რა ვიცი ხა 7 საათზე მისული თუ 10 საათამდე ტვირთი ვერ დავცალე, პრობლემაა ესე იგი. Продолжайте ехать по дороге. ესეც რამოდენიმე საათის შემდეგ უკვე მოვედი პარკინგთან. 3 კილომეტრ ნახევარში არის ეს პარკინგი, სადაც უნდა შევიდე. ნუ პირველის ნახევარია და ვარაუდობ რომ ადგილები არ იქნება, ბუნებრივია ეხლა, იმიტომ რომ პირველი საათი უფრო ისეთი დრო არის, როცა იწყებენ გასვლას მანქანები. სმენას არ ვკეტავ როგორც თქვი და უბრალოდ სადმე მივაჩერებ და დაველოდები ვინმე რომ გავიდეს და ალბათ მერე ჩავაყენებ მანქანა. შეიძლება არც ჩავაყენო და არაგაბარიტულის ადგილას გავაჩერო რა, რომ უბრალოდ დროებით დავისვენო სანამ გათენდება. მთელი გზა წვიმს. ესეთი უცნაური ამინდები არის. ჯერ ცხელი და მზიანი იყო, მერე ხრუბლიანი, მერე ის, მერე ეს, მოკლედ სტანდარტული გერმანული ამინდია და სტანდარტულად საშინლად განან შესასვლელში პირდაპირ ტრაილერები რა ეს. Через 300 метров. რას ვიზავთ ახლა? ესეთი რაღაცა ხდება. იქითაც შეგვიძლია წავიდეთ, სიმართლე რომ ვთქვა და იქით ამ მხარესაც ვნახოთ
უბრალოდ რა ხდება. წავყვეთ მარჯვენა მხარეს. რომ აქეთ მხარეს რასაც გავხედე გადატენილი იყო ყველაფერი. კაც არ არის ნაკლები, აქაც შეიძლება არა აქ ვერ ჩავაყენებ. Держитесь левее, потом Нამდვილად поверните налево. ნამდვილად გამიჭირდებოდა მან დამის ჩატევა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო ეხლა ტრეილერის ადგილი მან. ესეთი გაჭედილია ეს პარკინგი, რომ მეგონა რომ რაღაცა მაინც იქნებოდა, არაფერი არ არის სამწუხაროდ. Держитесь левее, потом поверните налево. Через 200 метров поверните налево. И сразу поверните направо. აი შეიძლებოდა გაჩერება სიმართლე რო თქვა, მაგრამ არა უშავს, სხვაგან წავალთ. ეს არის ჩემებური ტექნიკა. სარკის გაწმენდის ტექნიკა არის ესეთი უცნაური, ჩემგან გამოიყენეთ. გამოსადეგია. აი ეს არის გერმანული პარკინგი რა. ღამით ადგილი ძალიან იშვიათია რომ სადმე იყოს. რას ვიზავთ? ჩემ შემთხვევაში პრობლემა არ მაქვს, ბოლო-ბოლო მივალ და იქ პრომზონაშიც გავჩერდები, მაგრამ აი დრო რო გიმთავრდება უკვე საშინელება არის რა, ბევრს გამოუცდია ალბათ რა და ადგილი რომ არსად არ არის. მოკლედ ჩვენ სადმე გავჩერდებით და უკვე დილას გავაგრძელებთ მოძრაობას. მოკლედ არ გამოვიდა ისე როგორც მე მინდოდა. ანუ ვერ გავაჩერე სადაც მინდოდა დაყენება. იმიტომ რომ ისეთი გადატენილი იყო ის პარკინგი, უბრალოდ გამოვედი და გავაგრძელე ასე ვთქვათ მოძრაობა. წამოვედი და ნახე აი ესეთი საინტერესო ადგილი. აი ერთი შეხედვით თითქოს ტალახზე ვარ გადმოსული, მაგრამ რისი ჩვენება მინდა რა უბრალოდ რომ საჩინოდ იყოს. ყოველთვის და თითქმის ყველა ვიდეოში ვიძახი იმას, რომ არ გადახვიდეთ აი ესეთ ტალახიან ადგილას. იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა, მაგრამ ხო, ნუ აქეთ მხარეს ნორმალურად დგავართ რა, არ არის პრობლემა ეხლა რამდენიმე საათი ესეთი გაჩერება, მაგრამ სხვა რამის ჩვენება მინდა მე რომ ყოფილიყო აი ესეთი ტალახი მთლიანად არ გადმოვიდოდი არანაირ შემთხვევაში. მაგრამ აი რო დავაკვირდეთ, კარგად ჩანს. ხო, მე მგონი, ფილებია. აი ესეთი ფილები არის. ბეტონის რაზეც დგას მანქანა. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება აქ გაჩერება და ესეთ რაღაცაზე ჩავარდნა ძალიან იშვიათი რა, რომ მსგავსი ზედაპირი იყოს ისეთი, რომ ვერ გაუძლოს წონას. წავედით, რამოდენიმე საათში გათენდება და უკვე აქვე ვარ, რამოდენიმე კილომეტრში, 2-3 კილომეტრში ვარ და გავცლით ჩვენს ტვირთს. ესეც გაგვითენდა, უბრალოდ აი ძალიან ცუდი გასასვლელია რა. ჩემი მარჯვენა სარკიდან თითქმის არაფერი არ ჩანს უკანა მხარეს და რაც ესეთ ვარიანტში უნდა გავიდეთ რა, მოკლედ აქეთა მხრიდან ახლა უნდა გავხედო. როცა შეწყდება ასე თუ ისე მოძრაობა ამ ტრეილერის მერე უკვე შეიძლება რომ ცოტა დროული მანევრით გავძვრე. მაგრამ აი ტრეილერის მერეც პატარა მანქანები მოდიან. საკმაოდ რთული იქნება აქედან გამოსვლა. ხო, სხვა გზა არ არის, აი პატარა მანქანის მერე უკვე უნდა გავიდეთ. ახევარი არის უკვე და 7 საათზე
იხსნება როგორც იწერია თვითონ ეს ორგანიზაცია. მაგრამ ამ ორგანიზაციის მანქანები დავინახე რამოდენიმე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ღია იქნება უკვე ფირმა. მაინც ამოძრავდა ქუჩა და არ იყო ისეთი ნორმალური ადგილი, რომ დიდხანს მდგარიყავი და ამიტომ ჯობდა რომ დავძრულიყავი და წამოსულიყავი. ზუსტად ეხა ჩამიარა იმ ფირმის მანქანამ, რომელ ფირმაშიც მივდივარ. ზეგ ქვია ფირმას. ჩვენ ენაზე ხვალის შემდეგ დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამათთვის ნამდვილად არ ვიცი რას ნიშნავს. ჩვენ DSV-ში არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ აი ამ ფირმაში, რომელიც მარცხნივ არის ჩვენგან და ამიტომ უნდა შემოგვეხვია ყველა ვარიანტი. დანარჩენს ადგილზე გავარკვევთ ყველანაირად. ეხლა აი აქ უნდა ჩამოვცალოთ აშკარად ყველაფერი, რადგან ესეთი მანქანა დგას ზუსტად რა მანქანაც დასჭირდება ჩემი ტვირთის დაცლას. Поверните налево и сразу поверните Бюро. налево. ბიურო არის აქვე. შევიდეთ და მოკლედ ადგილზე გავარკვიოთ ყველაფერი ჯობია. აი LKW პირდაპირ აწერია incoming goods მარჯვენა მხარეს. და მე მგონი ჯობია საერთოდ პირდაპირ შევიდე. თუ ბოლო-ბოლო მეტყვიან რომ აქ არ გამოვალ. ესე ჯობია. იმიტომ რომ ცუდი გასაჩერებელი იყო ძალიან დამეთანხმებით ქუჩაზე. მოკლედ ესეთი ფირმა არის. სადაც მოვიტანეთ ჩვენი ტვირთი. ეგ სადმე გავაჩერებ ალბათ მანქანას და უკვე დეტალურად რო გავარკვევ სად უნდა მივიდე. დაგიბრუნდებით. გავაკეთ მისაბმელი, მითხრეს რომ დამელოდეო და ესე ვდგავართ და ველოდებით როდის დაგვიძახებენ. ალბათ სავარაუდოდ პირდაპირ აქეთ მხარეს შევალთ და დაიწყებენ ჩამოცლას. ტვირთი არ მომიხსნია, იმიტომ რომ გადაადგილება დამჭირდება და გადაადგილება ესეთი ტვირთით, რაც ახლა მილაგია, მცირე ტორმუზად შეიძლება ერთმანეთისგან გაცურდეს. ამიტომ დაბმული იყოს ჯობია ყველა ვარიანტში. A few moments later. დაგვიძახეს. ისე გადავწევთ მანქანას ადგილას, სადაც მიგვითითეს. და დავიწყებთ ჩამოცლას. ახლა შეიძლება გამოჩნდეს კიდეც აი რაღაცეები მოხსენი ცოტა-ცოტა. მინდა რომ გავაჩერო ლარში სწორად. არ ვიცი ამდენად სწორი არის ამას ახლა ის როგორც მე გავაჩერე. და მე ახშის. თუ რამე არ მოეწოებათ მე თქვენ და გავაჩერე. წავიდეთ. ჩამოვცრეთ ლამაზს და შემდეგ გავალებას შევხედათ რა გქნება. დავცავეთ ეს ტვირთი, გადავაგზავნე ახლა დოკუმენტები რომ მზად არის და უკვე დავიძრებით შემდეგი მიმართულებით სავარაუდოდ პარკინგისკენ წავალ და შევხედოთ უკვე როგორ განვითარდება სიტუაცია და იმის მიხედვით ვიმოძრავებ. დავიძრით მოკლედ ბაზის მიმართულებით, დავალება სწორად არის გაკეთებული რა თქმა უნდა და სადმე ბაზასთან ახლო პარკინგზე შევალ რომ დავისვენო და პაუზის შემდეგ უკვე წავალ ბაზის მიმართულებით, სადაც მანქანას გავაჩერებ და ხვალისთვის უკვე გავემგზავრები ფრანკფურტ ჰანის აეროპორტის მიმართულებით. საკმაოდ დიდი ეგრეთ წოდებული მწოლარი პოლიცია აღმოჩნდა.
აი ეს ტური ძირითადად ყოველთვის კარგია ხოლმე რა. ტური რომლითაც ასე ვთქვათ ამთავრებ კონდეციას. Поверните направо и сразу поверните направо. მოუხვევთ მარჯვნივ და ამის შემდეგ კიდევ მოუხვიოთ მარჯვნივ. Направо, потом поверните направо. Через 200 метров поверните направо. შორი კუთხის დაჭერა ჭირდება ხოლმე ამ მანქანას ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე პარაზიტი აწეული მაქვს და ამ შემთხვევაში ორივე პარაზიტი აწეული მქონდა და ამიტომ ესე მომიწია. Sharp right. კი ბატონო. მოუხვიოთ მარჯვნივ, უბრალოდ თლაც სამაყოთ Поверните არ არის ეს გასასვლელი. თან რემონტია, შევიწროებულია ქუჩა და ყურადღებით გამოვიდეთ აქაც. ნუ ღამით საერთოდ არ იყო ეს ქუჩა დატვირთული და საკმაოდ კარგად გადავაადგილდებოდი და დღისით მაინც მოძრაობა მეტია, რადგან აქვე არის დაშერის ფირმა, ფოსტა, სადაც საკმაოდ ბევრი მანქანა შედის და გამოდის. არც ღამე არ წყდება სხვათა შორის მანდ მოძრაობა. მქონია რამოდენიმე ტური დაშერზე და საკმაოდ კარგი სამუშაოა სხვათა შორის. ტვირთის დაბმის გარეშე მშრალად რამპიდან დაიტვირთები და რამპიდან დაიცლები. წავედით ახლა მოკლედ და პარკინგის მიმართულებით ვიმოძრავებ. საკმაოდ შავი ღრუბელია. და ვიმედოვნებ, რომ არც ეთყვა არ იქნება და არც თოვლი, იმიტომ რომ ტემპერატურაც არ არის თლაც საამაყო დღეს საკმაოდ სიგრილია. გერმანიაში კიდე აპრილში თოვლი შეიძლება. არ არის გამორიცხული. ამ ეპიზოდისთვის გადამშვიდობებით და ვიმედოვნებ მალე დავბრუნდები ისევ ახალი ეპიზოდით და ამ ეტაპისთვის წავედი ჩერკების ადმე და დავსვი.